დღეს პრაიმ ჰაუსში ნახავთ. საწოლში შეგათრიეს სადმე. შეთრევა. შენ აი შეთრევა. ძალიან გესმის. რაღაცა გოგო უნდა დავსვა სკამზეო და შენ არავინ არ ხარ ჩემთვის. არავინ. ზერო. ციკვინებ დამაცად. იმდენად დაბალიღობე ხარ. ხელები უშალე აი გადაახვიე და ნახე. ჩემი მაყურებელი ძალიან დიდია, ქეცო და შენი მაყურებელი იქნება 1%. სამწუხაროდ ხარ манипуляტორი გიორგი, ჩემზე არ გამოგივა. არა. No. აი ხვალ რაც მოხდება. ეს იქნება ახალი კონფლიქტების საწყისი. თქვენ მიიღებ აი ამას. აი გამშულა. არა ერთი წამი. დისკვალიფიკაცია. მე თბილისის მოტბიალე ჩემი ანა სად არის ვერ გავიგე მორიგი დილა გათენდა პრაიმ ჰაუსში მზე ცოტათი კი არა ძალიან გვიტრაკებს მაგრამ შევეცდები რომ კარგი ხასიათზე ვიყო ჩემი რუტინა სახში იგივენაირად არის ყველაზე ადრე დგები რატომღაც რას არის ასე თუ ისე დასალაგებელი დავალაგე მაგრამ მე მინდა მამასახლის გავუკეთო დიდი ლაიკი იმიტომ რომ ჩამოვედი სახლი დასუფთავებული იყო ყველაზე მეტად აი ამ 3 კვირის განმავლობაში გუში მე და ანი ვიყავით რესტორანში სადაც ძალიან მაგარი დრო ვატარეთ იმაზე მაგარი დრო გავატარებ ვიდრე მეგონა ანის ბედნიერია მეც ძალიან ბედნიერი ვარ შემდგომ ანის უნდა ჩემთვის გაიკეთებინა სიურპრიზი ჯაკუში მიმიპატიჟა მაგრამ ნუ არა ვთქვი ხალხო იმიტომ რომ ვერ ჩავედი ამ ჯაკუში მე ვარ 2 მეტრი ჯაკუზი არის 1.20 მეტრ და აქედან გამომდინარე არ ჩავედი რაზეც ანი არის ნაწყენი და მინდა რომ დღეს გამოვასწორო ეს შეცდომა რაღაცნაირად დილის საუზმე გაუმზადო ანის და დავახვედრო ან აუტანო იქნება ეს სიამოვნო და რაღაცნაირად შემოვირიგო მე და ანის შორის ეს ჯაკუზი არ ჩავდგეს ჩვენი განხეთქილება არ იყოს ჯაკუზი გამომყევით ანის მოუმზადოთ ერთობლივად ანუ მე მოუმზადე და თქვენ უბრალოდ უყურებთ ესე იგი საუზმე ანის გაუკეთოთ ღორის ხორციც არ იქნება ამ ყოველივეში. ამაზე კარგი რა უნდა იმითხარით. რა უყვარს ანის კიდე. ვაშლი, აქედან გამომდინარე ვაშლი, ეხლა მე გავრეცხავ. მოკლედ, საუზმე მზად არის. წავედით ეხლა ჩვენ ანისთან. ჩემ გოგოსთან, ჩემ ისეთ გადარეულ გოგოსთან. ნოდე ერთი ყვავილი ავიღოთ ან. წაუტანთ. მაღვეძებს დილით ხმა. ახალ თვალებს და ხედავ გიორგის. საუზმე გაგიკეთეანი. აჰა. გუშინელი ჯაკუზის ამბავი მინდა გამოვასწორო. ჯაკუზა. რო ვიცი რომ ვაშლი გიყვარს, ჯანსაღის აკვები და ყავა შე როგორც გიყვარს ტკბილი ყავა. მომდო. შევრიგდით? გაიმარჯვა საჭმელმა. ჭამე ხო ვერ გავიგე, მეგმა ბოლომდე ჭამე. უნდა გადასკდე. ბოლო დალია უნდა ჭამო. მოკლედ გელოდები ქვემოთ, მე ქვემოთ ვარ და მოწესრიგდი და ჩამოვედი.
ჯაკუზში ჩავედი. შენ ჩახვიდო დინდო ჩაეტეოდი და მე სად მეპატიჟებოდი ამ ხელა გასაუცხარი. აი ამ ხელა ანანიაშვილის ფეხებით. სად მეპატიჟებოდი. იმ ჯაკუზში მართლა ვერ ჩაეტეოდა გიორგი. გიორგი ხო ესეთი ლამას ფეხება გრძელი ჯალტამენი მყავს. დღისით რა ცუდი ამედი იყო, ნუ დილით უბრალოდ რაღაცა ღრუბლებში იყო მოქცეული და რა. გიორგი შენ გაიღო ზე და ხვა. მზე როგორ არ გამოვიდოდა. ორი მზე ერთად გამოვედი. მე მოვალე ხა. იყო და იყო. დღეს დილით გიორგიმ მომიტანა ნახე, დავიახე. ვაშლი და რაღაცები და ისე გამოგვიზა. ფასაყარელია. ძალიან. ძალიან საყვარელი ხარ ზოგადად. მე გამეგოძე. რა მოგიტანა გიორგი? ის მომიტანა რა ქვია, აი ესეთი თებში რძე და კიდე რაღაცები იყო და ყავა. და კიდე ყვავილი. შემდეგი იქ გარეთ რო წელხარ ხოლმე მარტო ის ადამიანდა ევა მგონი ხარ. რომელ ადამიანია? ფოთლებით რო დარბოდნენ მაგ. მგონია რომ იმ გველმა უნდა შეგეცდინოთ იმ. დილით როცა გამოვდივარ, ესე წვანან ორნი მარტო რაღაცა ვაშლის ხედ დგას იქ და ლაშას აზრით მე და ანით ადამი და ევა ვართ, მაშინ ლაშა ყოფილა ის გველი, რომელიც ცოდვაში შეგვიყვანს ჩვენ ორივეს. თურმე გველი მე ყოფილვარ ხო? ოკეი. თავ პრაიმ ჰაუსს მოუყევი, დღეს რა ყავით და ყვავილებით რომ მოხვედი. ვის მოუყევი? გოგოებს. შენ? მე რაო? ძალიან საყვარელი. რაო მე? ძალიან საყვარელიაო ესე თქვეს. ო აბა. მართალია ფეხის თითებით ესე ჩქმეტაც ვიცი. აი ჩემი მე გოტორება მარცხენა მხარეს გიხარ. შეყვარებული ხარ ანა? ხო. გუტონის დროს ხო იცი რას ნიშნავს ეს? აი მარჯვენა მხარეს არ მეგოტორება მარცხენა. როდესაც ადამიანს ეღუტუნება, ესე იგი შეყვარებული მე არის. კიდე ვიყავი. აი არ გიხები რა. რაღაცა ვიდეოზე დამთაგეს გუშინ ისე რაღაც მაყურებელმა. კიდე რაღაცა ლაპარაკები იყო. ისე. იყო როიალი კადრში, ავთო, მაზანა და მაზანა ყოველთვის ამ კადრებში. სადაც ჭორაობა, იქ მაზანა არის. მეგონა რომ ეს ყოველივე დასრულდა ამ სახლში. რაღაცა სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ როგორც ჩანს, არაფერი არ შეცვლილა. ისევ რაღაცა იგივე ერთი და იგივე წრეზე მივდივართ. ზურგს უკან საუბარი ძალიან სამწუხაროა. მეგონი ისევ დგები. არა. საშინელება აუთსაიდერებში ჯდომა ვერ მიეჩვევი, ალბათ ვერასოდეს ადამიანი. უნდა მოვითხოვო ჩემი სავარძელი. ამას გამაგებენ. აი თქვენ მიიღებ. აი ამას. აი ჩემი გაგდები. ყოველთვის როცა ვიღვიძე, პირველი არის რომ მოვდივარ აქ და ვიკეთებ, ვიმზადებ ჩემთვის ყავას, რომ ვიყო ცოტა ენერგიაზე და უკეთესად. შემდეგ გავდივარ ხოლმე გარეთ და ვაკვირდები, რას აკეთებენ ჩემი მეგობრები, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი რუჩს იღებს და ასე შემდეგ. გუშინ როგორ აქნევდი თავს? მოგერე იყო. ჰა? მოგერე იყო. როგორ გავიწერე ხედავ ხსოვ. არ გამეპარ. წელებით გოგოებო. მოდი ბაზან გაიწელეს. მინა პოლისი ოხარი ჩაოლებრივი. გოგოები როგორც ყოველთვის, როგორც ყოველ დღე ვარჯიშობენ. ავიაგერ ლიზა იწელება, კეთი რაღაც იოგას აკეთებს და მე წამოწოლილი ვარ. კვლავ გაწეულებით ვიწყებ როგორც ყოველთვის. ადექი მოდი შენ სივარჯიში. ადექი. ძალიან ისე ვარ რა. ლაშა დაბერდა რაღა დროის ლაშას. არა უშავს გაწევა ყოველთვის ძალიან კარგია და აი პროცესია ცოტა ისეთი ლაითი. კი, მარტივ რაღაცებს გასწავლე. ადექი ესე. ჯერ დავიწყოთ ხელებით. ხელებით ვიწყებ აი, ხო? უკან წაიღე პირიქით. ესე? ოკეი. აი, ეგრე, ოჩ, ხელები. აი, ხა წინ. პირველად კი არ ვივარჯიშე. გიყურებთ. შენთანაც. აჩა. თუ გადავწვი, მაზეში. რა გაწელილი ვარ.
ანუ ეგ ბიჭი გადამრევს. გადაიწვება ამდენი ვარჯიშით, მართლა არ შეიძლება. მე ხომ ვარჯიშობ და ვიცი და აი, ეხლა რა მერცულზე გადავიდეთ, ეს არის შპაგატი. შპაგატი, ერთ ჩაუჯდები. ლაშა ხმელი წითელი. მაგრამ it's okay. მიიტანე ფეხები ერთმანეთთან. ჩვენ ერთად შევძლებთ ლაშა შპაგატში ჩაჯდომას. მომშვენიერეს. ესე ხელებში დაყვირი ვარ. აბა ეგრე ჩაიცოცხლე. შანსი არა. შანსი არა. აი ახლა ძმაო შენ არ უნდა გეშლებოდეს ცალფეხზე ჩაიცოცხლე. რა ახლა ცალი ფეხით უნდა ჩაიცოცხლო ძმაო, ესეც რაღაცებზე პრეტენზია გაქვს. მე ვიცოცხები მაგალითად. აბა კრიაბოსანია. ჩემმა პირველმა ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. მადლობა ლიზას დახმარებისთვის, მადლობა ოქროს დახმარებისთვის და ქეთისაც. ესე თუ გააგრძელებ ფლაშ აუცილებლად გამოგივა რაღაც 1-5-6 წელიწადში. ცოტა კუნთები მეტკინა, მაგრამ ეგრე არის, ახლა ვიცი ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი რომ ესე უცებ ამდენი ხნის მერე რო ვარჯიშობ, კუნთები ხტივა. ეხლა წავედი წამოვწვე. გადაიწები, ამდენი რო ვარჯიშობ. ვაფშე სხვანაირად ხსნობ თავს რა იმი. ვაფშე სხვა ლაშომ გაიგუცა დღეს. ვაფშე სხვა ტიპი ხარ. ხვალ დასახელებაა ბავშვებო გილოცავთ, ვიცი რომ გაგიხარდებოდათ. აუ, ხვალ დასახელებაა, ვაი. რა მალე მოვიდა რა. მოლოდინები არის ძალიან საინტერესო სხვათა შორის, იმიტომ რომ მგონია რომ უკვე აი ეს თვითონ მეგობრული ურთიერთობის ადამიანები ერთმანეთს დაასახელებს რაღაც ნაწილი და მგონია რომ წესით ალბათ სადღაც 2 ხმას მაინც მივიღებ. ზოგადად ყოველ დასახელების დღეს ნერვიულობ ხოლმე რაღაც კუთხით. იმედია ვიღაცა რაღაცას მიქარავთ და ქენით ახლა რომ ვინმეს დაგიწეროთ. კაი, ლაიქი მაინც. არა, მაქვს კარგი მოლოდინები, იმიტომ რომ ძლივს დასადგურდა ჰარმონიული სიტუაცია და აი ხვალ რაც მოხდება, ეს იქნება ახალი კონფლიქტების საწყისი. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ რატომღაც ყოველთვის წინა დღეს რაღაცნაირად იძაბება და აი ეს მომენტები რო იძაბება რაღაცნაირად მავსებს და მომწონს. მე მაქვს ჩემ ოთახში ჩემი ისა კედლის ის აღრიცხვის დაფა. და წერი აქვს კონფლიქტის გარეშე. დღე 2, დღეს არის დღე მე-4. გადაობ? 4 დღეა? 4 დღე არ გიჩხუბია? არა, დღის ბოლომდე თუ გავხაჩავ, იქნება ესე, თუ არ უნდა გადავხაზო, რომ ვერ გავხაჩე. როიალი წევს, ძინავს, არ ეღვიძებს, ბოსმა სულ დაგვევიწყა. მოკლედ აღმოჩნდა რომ ჩვენ მამასახლის ქება მაწყინა. იმიტომ რომ სულ გორაობს საწოლში ძალიან გვიანობამდე. ჩვენი ბოსი რაღაც ძალიან საჭიროებს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ყოფილო დედასახლისში? დაგვიძების პონჩი? ხო, ახლა ყველას გვიძავ და ჩვენი ხელმძღვანელი სახლის და მამასახლის არის მე-1000-ე სიზმარში. როიალ! ვაი მე ხმაძლის. როიალ! მე არ დაგვაძინეს რა. ნახე უყურე, იმდენი საქმე აქვს ბოს და ბოსის მარჯვენა ხელს, რომ ჭირდებათ ენერგიების ბოლომდე აღდგენა და ისე მაგათთვის გვძინავს ჩვენ, კაცო, მაგათ რომ მე კაი რაღაცები გავუკეთოთ. რისთვის მძინავს? ჩემთვის? და უცად გამოდგა აივანზე და გამოდგა. ჭირდები ამაში? კი. ისმე. უნდა გავარკვიოთ ტორტის ამბავი. რა ჯანდაბად გჭირდებით? გამოვდივარ და ზიხართ. პროსტა ერთმანეთს უყურებთ. ახალი გაუძიებულები, ესე დაშტერებულები ერთმანეთზე. რა მე რაში გჭირდებით? რომ ესე დავждდე თქვენთან და მეც ესე ვიჯდე, დამაძინეთ რა. იქნება წყალი გვინდა. იქნება რამე ისეთი გვესაჭიროება, რომ როიალის დახმარება გვინდა ჩვენი ბოსის. იქნება ტორტი გვინდა. მოსახლეობას უნდა ტორტის ჭამა. ხო და გვინდა რომ ერთობლივად დავსწრე და დავჭრათ. ხო, აი ტორტს ვერ ჭამენ ჩემს გარეშე, რა თქმა უნდა. რა სიზოლელია. აი ბოსი ჭირდება რომ დაბადების დღეა? პანაშვიდია. ტორტი ვერ დაჭერით? ტორტი გააკეთა პატრიკმა და ეს ტორტი უნდა საზეიმოდ გაჭრილიყო. ტორტის დაჭრის საზეიმო ცერემონია. ლამაზი დღეა, იმიტომ რომ შეწუხეს როიალი და ვერ ჭამენ ტორტს როიალის გარეშე, როცა დაბადების დღეა ვაფშე არ არის. გახსენით მოცივარი დადეთ ტორტი და დაჭერით და ჭამეთ, რას მეოდებით. და იმაკი არ უნდა ცხელოდეს ვინც მე ენერგიაში ეს. შენ უნდა ცხელოდეს რომ 1000 დიზლაიკი მოგქეს. მე რისი უნდა მწვენოდეს, ვერ გავიგე. რა დილიდან გვეჭხობა ბოსი.
და გიორგის ეუბნება რომ მეო რა უნდა მწვენოდესო ამდენი ხანი რომ ძინავსო შენ 9 დისლაიკი გაქვს ის უფრო სამარცხვინოა გაიღვიძა ბოსს გამოდგა აივანზე და გადაწყვიტა რომ თავდასხმა მოეხდინა თავის დაქვემდებარებულ პირებზე ანუ ჩემზე გაივანძღე დილიდან მაფოჩიალის დილიდან გაიღო დავიმსახურე ერთი დისლაიკი ხვალ რა მინდოდა ეს იყო ცალმხრივი კონფლიქტი. ო, ჩემთან არ იწერება. მე არ ჩავწერ იმაში, ჩემ იმაში კონფლიქტის დღეს მე არ მიკონფლიქტია, მე ვისაუბრე უბრალოდ. კინაღამ მომივიდა კონფლიქტი, მაგრამ ნო. ჯერჯერობით გიორგის უკონფლიქტო მეოთხე დღე არ ჩაიშალა. რა გითხრა მამასახლისმა? შენ უნდა გწხვენოდესო, რომ ამდენი დისლაიკი მიიღე, მე კი არ უნდა მწხვენოდესო. და არ ვიცი, რო კითხო იუმორი ამას აქვს და. აი ხა ხედავთ ვინ არის საუკეთესო ბოსი. მოგადიფია. გადაობა იკითხო. ახალ გაგვიძებულზე რო გადმოვიდა. რაო? დორტი გინდა დაჭერით, თუ გინდა არა. ორ წუთში გამოდის. ეს საყვარელი პატარა ფინიასავი და იცახის. კაი, მე უხეშად გამომივიდა ეხლა ბაზარი არა, ბოდის გიხდი. აი, ხუმრობდით როია რა გჭი შენ. მესმის, მეც უხეშად გამომივიდა. ყოლა ღიარ. და მეთუნოდეს დილით რომ ახვიძებენ ხო იცით. ძილის აფექტში იყო და ვერ გააკონტროლა თავისი თავი და რაღაც სისულელები ილაპარაკა, მაგრამ არა უშავს. ხდება ხოლმე. ახალ გაღვიძებულზე და მithumetes ვიღაცა რომ აღვიძებს, კარგი ხასიათი ვერ მექნება და უხეშად შეიძლება გამომივიდეს რაღაც წეები. ამჯერად ვაპატიებ მამასახლის. მეორე ჯერზე არა. ანუ გინდათ რომ რაღაც ტორტის დაჭრის ის მომენტი არა, დავალოდოთ. ჩვენ გვინდა უბრალოდ რადგან გაკეთდა ეს ტორტი, რომ ერთობლივად დაგვიჭრა. აი, მოდი ის რა ვქნათ. იყოს და რომ უკეთ რო იქნება საღამოს დავჭრათ, რა პრობლემა. არა, დაჭერი კაცო. მე კი არ მინდოდა ტორტი ჩამა, просто ვიდეო. ვა, რა ხელა ტორტია. საღამოს მაშინ უკეთ რო გახდება პატრიკი, მე დავჭრათ, რა პრობლემაა. არა. გვინდა ახლა ყოველს ტორტი და. არ დავჭრათ საღამოს. ამისთვის გამოღვიძე. როიალს ეძინა მთელი დღე. გააღვიძეს, აჩხუბეს. მე ბოდიშიც მოახდევინეს და ტორტი მაინც არ დაჭრეს. შევრიგდით არა? წვიმას იწყებს? ისეთი წვიმა წამოვა, ეხლა თან განაც და ეხლა ნახე მეხი დაეცეს. გამოგალ ბუთს არ დაეცეს მეხი. როგორც არის იგივენაირად. ცოტა ხანში თქვენთან შემოვლენ წამყვანები და ამ ჩელენჯში გამარჯვებული მიიღებს უპირატესობას ხვალ ხმის მიცემის დროს მიიღოს ერთი მოწონების ერთი არ მოწონების დამატებითი უფლება რომელსაც ხმის მიცემის პროცესში გადაწყვეტს პროექტი. ამასთან გელოდებათ შვენიერი უკემრიელესი, პიცა და კოქტეილები, პიცერია დი რომაში, ალტუს, მაზანას, თეონას, სალომეს და პატრიკს. პრობლემაც გაიმართეს სხვადასხვა ჩელენჯებში და ასევე არიან გამარჯვებულები. მაბრძანე. ხომ ხართ კარგ სპორტულ ფორმაში და ამაღლებულ განწყობაზე მიუხედავად ამინდისა. გახსოვდეთ რომ სწორედ დღევანდელი ჩელენჯის გამარჯვებული მიიღებს დამატებით ხმას. ეს კი კარგია. დღეს მოგიმზადეთ ორტურიანი თამაში. პირველ ტურს ქვია ჭიქების პირამიდა. იმისთვის რომ გადავწყვიტოთ ვინ დაიწყებს, მოდი რიგითობა ამოიღეთ ქისიდან. რიგითობა უკვე გავარკვევთ, ახლა აგიხსნით წესებს და ყურადღებით მომისმინეთ.
ეს პირამიდა მაგიდის მეორე ბოლოში უნდა გადაიტანოთ ბუშტის დახმარებით. ოღონდ არ გაქვთ უფლება რომ გამოიყენოთ ხელი, ფეხი, თმა და ასე შემდეგ, მხოლოდ ბუშტი. არ ეხებით არც ჭიქას, არც ბუშტს. თუ დაგვევარ. უბრალოდ გიჭირავთ პირით თვითონ ბუშტი. და ის 5 მონაწილე, რომელიც ყველაზე სწრაფი აღმოჩნდება, გადავა მეორე ტურში. პირველი. ხო, ხეთი. ვაბა. 3, 2, 1. მიდი გედი. ოჯა. გადიოდა. გადიოდა. ოპა. იქ არა უშავს. არის. ქვემოთ გაკლია კეთი ერთი ჭიქა, 5 უნდა იყოს ქვემოთ, ზემოთ 4. ვაიმე. ნახე. პროფიტადრა. 5 და 19 წამი არის ქეთის შედეგი. ნათხარ. ხელის გამოყენება არ შეიძლება. თითქმის 2 წუთი გავიდა, მინდა გითხრათ მეგობრებო. დავიღარ. 2 წუთი და 40 წამი უკვე გავიდა. ვაუ. და 2 წუთი და 45 წამი. გავიდა. არ წავიდა. 6 წამი უკვე გავიდა. ხელის გარეშე, ხელი. ხელი არ გამოიყენოლა, ხელი არ გამოიყენოლა. სტრატეგია. მეტი უნდა ივარჯიშოთ. ცოჩი ვერა რა. დათხარ, ნახეთ მა როგორ შეიკრა. დაიწყე. მიდი ანა. აში მეგობრებო, აში. მესამე ჭიქაც გვაქვს. უნდა აი, ტიპზე დააყენა. ანი. მედო. მიდი. იყო ჩასაფრებული ოცა. მიდი. არის სული. 5 და 21 წამი არის ანის შედეგი. 2, 3. აბა შენი ძაღლი როგორ ამაყობს ახლა ტელევიზორში გიყურე. ჩემი სალომე, ჩემი პატრონი ძაღლი. სამი და მიდი, მიდი. თელი უბანი შენთან ვარ, ლიზი. ვფიქრობ რომ აი უკვე ანის შედეგსაც გადააცილე, ასე რომ იჩქარე ძალიან. ლიზი წარმოიდგინე რომ ავოკადოა იქ. იჩქარე მელა. ავოკადო. ვიდა 27 წამი. აბა დავიწყეთ. ვერა. არ გადაშენ. რა? 2 წუთს გადაშენ. არა არ გეკონოთ ეს ბუშტი სხვა იყო. 2 წუთი და 19 წამი. კაი, всё, ხა. 3, 2, 1. პირველი ჭიქა არის უკვე მეორე. 9 წამი გავიდა გიორგი. იჩქარენელა. ებო ვინ შემდეგ? დადებით ძალიან უნდა მოინდომოთ, რადგანაც 56 წამია გასული და ერთი ჭიქა დარჩა. აუ, რეკორდი მოხსნა. გიო. ბრავო. 5 და 5 წამი. შემდეგი მონაწილე არის ავთანტილი. და 3, 2, 1 წავიდა. ერთი ჭიქა არის. და ანის დროს უახლოვდები ავთო. უნდა გაასწორო. სწრაფად. ბაჭაია. მიდი. ვაიმე. No. 2 წუთი და 7 წამი. 3, Harry. 2, 1, go.
იჩქარე ნელა. აი ნელა. დაფიხარ თეო. შეგილია ხელი განაცალკეო. ჯანზელია ხასტა როგორ ქენი? 30 წამი უკვე გავიდა, იცოდე? ყველი სარწმუნო უკვე. დადგე. აი, ჩახლა ბოლო. მიდი. მიდი თეონე. დაკვირვებით ახლა და ნელა. და 38 წამი. 3 2 1 წამი. იჩქარე ნელა, კлау შეგახსენებთ. 25 წამი. მიდი. როგორღაც დაიდება. ნელა, შიანელი. ნელა. ოჩა. გახსენე ეკარდზე. ბრავო, როი, ბრავო. ჯერ კიდე არის დრო. მე ხუთს გამოვიდა. გასწორე, დაგეშლება. მიდი. ყველაზე სწრაფი პირველ ადგილზე გავიდა გიორგი ნაზღაიძე. გამადი გიორგი მეორე ტურის მომწადე. მეორე არის ქეთი, მეორე ადგილზე გასული. ანი ყიფშიძე მესამე ადგილი. როიალი მეოთხე ადგილზე. და მეხუთე ადგილის მფლობელი არის ლიზა. ხუთაული უკვე გვყავს, გილოცავთ. ახლა კი მეორე ტურის დრო არის. თქვენ ხართ სწორედ ის ხუთი ადამიანი, რომელიც გადავიდა მეორე ტურში და გაგვწევს ბონუს გილოცავთ. მაგრამ ამ ტურს განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება თქვენგან. რადგან თითოეულს აგისვავთ 10 კითხვას და რა თქმა უნდა კითხვები თანდათან გართულდება. ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით. დავიწყოთ იქ. იკარნახეთ. გიორგი ნაზღაიძე ვიწყებთ, რადგან გიორგი არის პირველ ადგილზე, მართალია ძალიან უნდა და მოეცადათ. დავოდებოდა, მაგრამ დაიწყებთ. დავარ. გიორგი, აბა დავიწყეთ. ოკეი. პირველი კითხვა. რა ცხოველია მიკი მაუს? თაგვი. ვეფხისტყაოსანში ვინ იყო ავთანდილის სატრფო? არ დრუსუდანი? არ ვიცი. აუ რას მათრევენ ახლა? თინათინი. რომელმა ცხოველმა უკბინა სპაიდერმენს, რის მერეც მან ამ ცხოველის თვისებები შეიქმნა? ობობა. რომელი კონტინენტის ქვეყნების ფულია ევრო? ევროპის. ვინ დაარსა უმსხვილესი კომპანია Amazon-ი 1994 წელს? მაიმე ვინ იყო? Amazon-ი. არ არის. ვიცი, არ ვიცი, არ არის. კარგი, შემდეგ ჯეფ ბეზოი. რომელი ცნობილი რეჟისორის ფილმია მაკულატურა? ტარანტინო. Yes. ვინ არის კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის ქალაქ სახელმწიფოს მეთაური? რომის პაპი. ხუთი სწორი პასუხი აქვს გიორგის და გადავინაცვლოთ. ერთი მზად ხარ? შექსპირის ცნობილ ტრაგედიაში ვინ იყო ჯულიეტას სატრფო? რომეო. დაასრულეთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის სათაური. ოთარანთ? რივე. სწორია. რომელი ქვეყნის დედაქალაქია მადრიდი? ესპანეთის. სწორია. რომელი ქვეყნისგან იყიდა აშშუმ ალასკის ტერიტორია 1867 წელს $7 მილიონ? ალასკა საით არის? იმასთან რა ქვია? არ არის. რუსეთთან. რუსეთთან. რუსეთთან თქვა თქვი. ხო, მაგრამ პირველი კანადა თქვი, ამიტომ არასწორი პასუხის დაფიქსირების გამო ეს არ ჩაკეთვალა. როგორ არის? 8 სწორი პასუხი გაქვს 10-დან. შემდეგი ანი ყიფშიძესთან გადავალ მე ჩემი კითხვები ძის რომელი პროდუქტის სახეობებია გუდის და სულგუნი? ყვალი. საფრანგეთის რომელ ქალაქშია ცნობილი მუზეუმი ლუვრი? პარიზი. რამდენი ზოლია იტალიის დროშაზე? 1-3. მართალი ხარ. რომელი ქვეყნიდანაა ცნობილი მომღერალი ბილი აილიში? ამერიკა? არ ვიცი. სწორია. რომელი ქვეყნის სამხედრო პირი და მებრძოლი იყო სამურაი შუა საუკუნეებში? ჩინეთი? არ არის სწორი იაპონია. ანი ყიფშიძეს აქვს 6 სწორი პასუხი. და ახლა არის როიალის ჯერი. როიალ მზად ხარ? ალბათ. დაასრულეთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის სათაური. კაცია? ჰიუმენ. კაცია ადამიანი. არ ვიცი რა გქონდა. ქალაქი ქუთაისი მდებარეობს აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოში? დასავლეთში.
სწორია. რომელი ქვეყნიდან არის ცნობილი რეპერი Cardi B? Cardi B. და ქვეყანა. კოლუმბია არა. ქვეყანა. ამერიკა? კი. Mickey Mouse, Tom and Jerry. და ახლა არის ლიზის ჯერი. ეხლა ლიზისთან გადავალკითხებით, რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი ფოთი. აშავი. ხალხური ლექსის მიხედვით რამ შეჭამა ვენახი? თხამ. რომელი სამეფო გვარის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოს მეფეები გიორგი მესამე და თამარი? ბაგრატიონი. იგენად. რამდენი მომღერლისგან შედგება კვარტეტი? შენ როგორც მომღერალი უნდა იცოდე. ვინ არის ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი? ელიზაბეთ მეორე. ძველი მსოფლიო 7 საოცრებიდან რომელი შემორჩა დღემდე თითქმის პირვანდელი სახით? პირვანდელი სახით რომელი შემორჩა არ ვიცი. შეთო რას მიყურებ შეშინე უკან? მიკარდახდები. დრო გადის უნდა გვიპასუხო. რამე გვიპასუხარი? არა, არ ვიცი. ლიზას აქვს 5 სწორი პასუხი. გიორგის და ლიზას აქვს 5, როიალს 4, ანის 6 და ქეთის აქვს 8 სწორი პასუხი. ქეთი ყველგან ლიდერობს. ქეთი არა და მინდოდა ბონუს ტურის გავლა კიდე ფლიციტე. ქეთი როგორც იცი, დღევანდელი გათამაშებიდან შენ ორივე ტური მოიგე, აქედან გამომდინარე შენ იღებ დღეს დამატებით ხმას. ვაუ. ლაიქის ან დისლაიქის სახით. გილოცავ. აი, რომელი იქნება, ამას უკვე გავარკვევთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოჩნდება. მანამდე კი გილოცავ საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვე. უკვე. დანაშაულობა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. კარგი იყო თქვენთან ერთად თამაში, როგორც ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს და გამშვიდობებით. დროებით. ბაი. მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. ესა თუ დაჭერა შეიძლება. ოცნით. დიდ ხალხს დიდი ნაჭერი. ამაზე დიდი ხალხო ყველას ხო უნდა შეხვდეს არის. შეიძლება ძალიან დიდი რომ მოვცეთ. სიგანეში და სიგრძეშიც რო დიდი იყოს. ნახევარ თორთი ჩაქვს. ძალიან უგემურია. მე არ მომწონს. აუ ძალიან ბანძია და კიდე არის. არა მე მართლა ანუ ჩემთვის ნორმ ტორტია. ვადაო, ყველაზე მაგარი ტორტია. ვადაო, ძალიან კარგია. მე როგორც ძალიან დიდი მოყვარული ტკვილეულის, არ შემიძლია ერთი დღე ისე გავატარო, რომ ტკვილი არ ვჭამო. და აი ეს ტორტი იყო ჩემი სიცოცხლის ელექსირი. მე გავძლიერდი და ენერგიები მომემატა ამ ტორტი. ძალიან მაგარი ტორტი იყო მართლა. ტორტი იყო სასწაული. აკეთებდა პატრიკი, სალომე, კეთი და ლიზი. გააკეთეს, ნუ რა თქმა უნდა მეც. გავაკეთეთ ტორტი, ყველამ ერთად. თურმე ძალიან გემრიელი აქვს და უკვე მეორე ნაჭერი ჭამ. ანუ როიალი მეორე ნაჭერი ჭამ, ახლა დაიწყო და მე დავამთავრე უკვე მესამე, ძალიან გემრიელი ტორტი იყო. სასწაული ტორტი იყო, რაც ნახე მაცივაში ვიზუალურად და ნუ გაფორმები და ყველაფრით ერთიანობაში ძალიან მაგარი იყო. ბავშვებმა რადიან სულ შეჭამეს, ესე იგი ძალიან გემრიელი, უბრალოდ მე არ მიყვარს ტორტი. როელი ადგესო, ტორტი გვაჭამოსო, არ დგებაო. ვინც როელი აირჩიო, თქვენ გრცხვენოდეთო, ტორტს აგვაჭმევს. ახლა ყველა ჭამს ტორტს და გიორგი ძახის მე ტორტი არ მიყვარს. აბა რას მაგვიძებდი? ანუ აი სულ ეს არის. და უკიდე იცი რა არის მაგარი ახლა. ციტაკას უკეთებენ ხოლმე ეს მწეველი ვინც არის, ყველა ციტაკიანი იმაში ავლებენ რა და მე ბიჭო, ზოგს ციტაკაზე ალერგია აქვს. გავქნე ხა, ყველას მე კი ვერ გავთვლი. აბა ისე ვერ მიდიხართ სახში და რაღაცნაირად უნდა გაგიშოთ. ხილად იყავი ხვალ დისლაიკის მოწმის უფლება. ზედმეტად. შეება ლაიქი მიცე. არ მგონია. სულად დისლაიქსაც და. მაგ ერთი დისლაიკი, ორი დისლაიკი ვთქვათ. და ორი ლაიკი, მაგ დროს ხდება. არაფერი. ვინა ვარ მაგ დროს? მაინც დისლაიკის მე პატრონი. ვზივართ სამზარეულოს ოთახში. ჩამოვარდა ლაპარაკი აუთსაიდერების დასახელებაზე და ნაზღაიძე იშვერს ჩემსკენ ხელს. კეთოსგან მე მაინც იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მე დამასახელებს ყოველთვის. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენი გზა ეგ არის, პრინციპულობა ბოლომდე.
არა, მე მივხედავ გიორგი ჩვენ და მაზანასი. მაზანამ და ქეთომ თქვენს პრინციპულად უნდა მასახელონ მე ყოველ იმაზე, აუთსაიდერის იმაზე. სანამ ჭკუას არის სწავლი კი? ქეთის და მაზანა შევახსენე მათი სიტყვები, რომ ყოველთვის ამ პროექტში ყოფნის პერიოდში ისინი არ შეიცვლიან თავის პოზიციას და დამესახელებენ მე. მე ყოველთვის დავასახელებ იმ ადამიანს, რომელიც ჩემთვის არის არასწორი. მე პირიქით კი არ მეგეუნებ როგორც არის. უტაქტო და მონაწილეებთან არასправედლივი. ეგ არასправედლობა ზოგადად არის ვისი გადმოსახედიდან რა. ხო და მე ხო ჩემი გადმოსახედიდან გაძლევ შენ ხან კესოს გამომასახელებდი, ხან არასправედლივი, ხან იმის და. არა, ჩემო კარგო, მაგრაცდები გიორგი, მაგარი აჭრილი ხარ. შენ რა პრობლემა გაქიცი ის რა რეალურად შენ ვერ აანალიზებ შენს უტაქტობას და შენ შეხს. მაყურებელმა ნახა ყველაფერი. მაყურებელმა ნახა ყველაფერი. ეს გამომიწევს დისლაიკი და მე გააგზელა იგივე მიმართულება. მე შენი საქციელი არ მომეწონა, არც არასდროს არ მომეწონება. შენ სხვა რაღაცა თქვი, შენ თქვი სხვა რაღაცა, კი გადაახვენა. შენ გაიგე არასწორად, იმიტომ რომ შენ ვაფშე და ძალიან სხვანაირად გაიგო იგივენაირად ზუსტად. ეგ შენ უნდა ალბათ გაიზარდო ცოტა განათლების მხრივ და მიხვდე რომ სწორედ არ იძახე ალბათ რაღაცებს, თორე ეგრე იყო, ყველა მაყურებელმა გაიგო ეგრე აბსოლუტურად. ყველა მაყურებელმა თუ შენ მაყურებელმა გიორგი. ჩემი მაყურებელი ძალიან დიდია, ქეთო და შენი მაყურებელი იქნება 1%. სამწუხაროდ ძალიან დიდია ადამიანები, რომლებსაც რაღაცები არასწორად ესმის და სავარაუდოდ ეგ მაყურებელია გაკრას შენ. 240,000 ხმიდან, ესე იგი არ ესმით ამ უმრავლესობა. 240,000 ადამიანმა თუ გადაწყვიტა რომ შენი საქციელი არის გამართლებული, მე ვაფშე არ მაქვს მაგას სწორედ ესმის შენ, ანუ აყენებ შეურაცხყოფას იმ მაყურებელს, რომელმაც ამის შეამე თურმე არასწორად ესმის და შენ გესმის ერთს სწორედ, ჩემ გულშემატკივარზე გადავიდა საუბარი, თურმე ისინი ვერ აზროვნებენ და არასწორად აზროვნებენ. რის გამოც შემდგომ მე ჩავერთე ამ კონფლიქტში. ვამბობ ესეთ რაღაცას რომ შენ ვინც ხმა მოგცა იმ ადამიანებისთვის მე ყოველთვის ვიქნები მიუღებელი, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთვის მიუღებელი. ეს ცოტა შეალამაზა და უკვე манипуляციას ახდენ და იმაზე რომ თითქოს მე მის მაყურებელს მივაყენე შეურაცხყოფა. ის ვერასდროს ვერ გაიგებს ჩემ გადმოსახედით. არა, შენ ეგ არ გიქნებ. ქეთო მაყურებელმა გადაგაგებ ის ვერასდროს ვერ გაიგებს, მე რას გულისხმობ, იმიტომ რომ ის უკვე შენ გიჭერს მხარს, იმის რომ შენ ხარ მაყურებელი, რომელიც მე მესეჯი, მე SMS-ებს მიგზავს, ვერ იგებს თურმე სწორედ და შენ ერთი ღაღადებს სიმართლეს. გიორგი არის манипуляტორი ადამიანი. მართლა ვფიქრობ, რომ ყველა სიტყვაზე შეუძლია რომ ადამიანს წამოეკიდოს და ატრიალოს ისე, როგორც მას უნდა. ხარ манипуляტორი, გიორგი, ჩემზე არ გამოგივა. არა, პირში აღარ გამოგივა უბრალოდ. რა უნდა გამომიდო? საწოლში შეგათრიეს სადმე ერთხელ თუ რა უნდა გამომიდო? რა შუაშია, ვერასოდეს ვერ შემათრევ შენ მე საწოლში. გიორგი, საწოლში შენ მე ვერასოდეს ვერ წამათრევ, იმიტომ რომ ჩემთვის იმდენად დაბალი ღობე ხარ, რომ აი არც კი გადავახტები მაგ ღობეს. როდესაც ჩემ გულშემატკივარს მოიხსენებენ და ცუდად, აუცილებლად საკადრისად ყველას გავცემ პასუხს. ამ ხელა მაყურებლის რაოდენობაზე გახარ და იძახი რომ თურმე არასწორად არიშიეს და არასწორი აზრი აქვს და შენ გაქვს სწორი აზრი და შენ გაქვს არასწორი აზრი, იმიტომ რომ ხალხის დიდმა ნაწილმა აირჩია ჩემი პოზიცია და ესე იგი მე ვიძახი რომ ხალხი რომელმაც შენ აგირჩია ნუციკვინებ დამაცადე. ნუციკვინებ არა. რომელმაც შენ აგირჩია ის ვერასდროს ვერ გაიგებს ჩემ პოზიციას, იმიტომ რომ შენ ეს არ გითქვა. არავის არ აქვს უფლება მელაპარაკოს აგდებულად. გიორგი ნაზღაიძეს კი არა, აბსოლუტურად არავის არ აქვს იმის უფლება მელაპარაკოს ისე, როგორც მელაპარაკა დღეს ეს ადამიანი. შეგათრევ საწოლში, ის სიტყვები საწოლთან შეთრევა. შენ აი ძალიან გეშლება რაღაცები, გიორგი. რაღაცები მაგრამ გეშლება. შენ როდესაც აყენებ ჩემს ვის ელაპარაკები. მე არ ვარ ვიღაცები რაღაცები რომ ჩემთვის ვიღაცა ხარ შენ. ხო და თუ ვიღაცა ვარ შენთვისაც როდესაც აყენებ ჩემ გულშემატკივარს არ გაქვს უფლება ეგრე მელაპარაკო. შენ როდესაც აყენებ ჩემ გულშემატკივარს, როდესაც შენ აყენებ ჩემ გულშემატკივარს შეურაცხყოფას, იგივე რა მე ჩემი გულშემატკივრის მაგიროთ შენს გეტყვის საგატრისო პასუხს. მანიპულაციას რითი უკეთებ? შენ აყენებ ჩემ გულშემატკივარს შეურაცხყოფას. შენ აყენებ ჩემ გულშემატკივარს შეურაცხყოფას. შენ ხარ უზრდელი, შენ ხარ უზრდელი. ეს ადამიანი რო არის
უზრდელი და უტაქტო ადამიანი ხალხო ეს უნდა გაიგოთ. კეთის აქვს ასეთი ტაქტიკა დავაკვირდი რომ ყოველი დასახელების წინა დღეს აუცილებლად ჩემთან შემოდის კონფლიქტში, ცდილობს რომ გამომიყვანოს წყობიდან, ცდილობს რომ რაღაცა ფრაზები დაიჭიროს, რომელიც ფრაზებსაც მერე გამოიყენებს თავის ასარგებლოდ, როგორც მონაწილეებთან, ასევე მაყურებელთან, რომ დამასახელონ და რატო რაღაცნაირად შეძლოს რომ მაყურებლებში დაიმსახურო ანტიპათია. შენ თუ არ ქსიამონებს რომ მე პროექტში ვარ და თურმე ჩემი მაყურებელი არასდროს აზროვნებს, ეგრე არ არის. უზრდელი ხარ. ამიხსენი რატო ვარ? იმიტომ რომ მაყურებელმა რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ამ პროექტში ყოფილიყავი აქ შენ გახარ და აყენებ შეურაცხყოფას რომ თურმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღე ჩემთან მიმართებაში. ჩემთვის არასწორი გადაწყვეტილება. აყენებ შეურაცხყოფას. იმიტომ რომ ჩემთვის შენ მიუღებელი ადამიანი ხარ. შენთვის შეიძლება ვიყო, მაგრამ მაყურებელი ვის ესე იქნება? ხელები უშალე ან გადაახვიე და ნახე. იმას გაიგე? გადაახვიე და ნახე. გადაახვიე და ნახე. გადაახვიე და ნახე. რა პრობლემაა? ამ ხელა კაცი ხარ. უზრდელი ხარ. ადრეც გითხარ იგივეს გეუნებ. ბოროტი უზრდელი ქალი ხარ. აუთსაიდერობის წინა დღეს მაინც და მაინც ისე არის ხოლმე რომ ჯერ არავინ არ ვიცით ვის ვინ ვაძლევთ, ვის ვაძლევთ ხმას და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად ისე ემთხვევა რომ აუთსაიდერობის წინა დღეს რაღაცა კონფლიქტი მაინც ხდება და რაღაცნაირად თითქოს უადვილდებათ მე უკვე ხმის მიცემა. ხო რაღაცა უცნაურად ჩანს რომ აუთსაიდერ დასახელები ისე დღე რო ახლოვდება, მაშინ დაემთხვა ეს კონფლიქტი და ისე გიო აქამდეც იძახდა რომ ვიღაცა გოგო უნდა დაუსვა სკამზეო და ფიქრობ რომ კეთიზე ამბობდა. რა ვფიქრობ? შენი აზრით ტატორისთვის გააგდო ჟიური? ტატო? ხო, ტატორისთვის გააგდო რომ გოგოს ბოროტი, ბანზი და მსგავსი რაღაცები ელაპარაკა, ხო? ტატო მაგისთვის არავის არ გაუგდა. ტატო გააგდეს იმისთვის რომ აგრესიით გამოხატო. არა, ამას არ მოწონს, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია. ეს ადამიანი ჩემთვის რომ მიუღებელია, მაგას ვერ ეგუება. შენი აზრით ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. მე გითხარი უბრალოდ ერთი რა. ჩემ მაყურებელს შეურაცხყოფას ნუ აყენებ. შენ არავინ არ ხარ ჩემთვის. არავინ. ზერო. შენ ახლა იცი რას აკეთებ? შენ მაყურებელს გინდა რომ მიაწვდინო ხმა, რომ ვითომ მე შეურაცხყოფა მივაყენე. აი ეგ არის манипуляция. და რა, კაი, შენ ეთერზე მუშაობ, გიორგი. შენ მუშაობ ეთერზე. შენ ლაივზე არ მუშაობ. რომელ ლაივზე? გავუჩ, ზიხარ მარტო, რომელ ლაივზე გაქვს საუბარი? ეთერზე მუშაობ. ხალი შემოხვედი საჭმელად, რა ლაივზე გაქვს საუბარი? ხალხზე, რომელიც უყურებს ტელევიზორს. ძალიან დიდი ბოდიში. სულ არის იმაზე საუბარი, რომ სხვა ადამიანებს გვიწევს ესეთი რაღაცების მოსმენა, რაც ძალიან გვაწუხებს და მით უმეტეს ახლა ყველაც ანუ არ ვართ კაი ხასიათზე და თქვენ ამ ნეგატივის ფრქვევით ჩვენზეც გადმოდის ნეგატივი. მე ვარ ძალიან კარგ ხასიათზე. ძალიან კარგ ხასიათზე. უკონფლიქტო დღეების, ესე იგი სია მაქვს, დაფა მაქვს ჩემ ოთახში გამოკლული, სადაც ვაწარმოებ ყოველდღიურ და ვწერო დღე პირველი, დღეს არის დღე მეოთხე. დილით დავწერე და უნდა დღის ბოლომდე ჩავიდე ასე. გიორგი, ჩემო საყვარელო შენ მაქრონოლოგიამ კარგად ვერ ჩაიარა, ოღონდ ისევ შენს გამო, იმიტომ რომ შენ გამოიწვია კონფლიქტი და ხარ უტაქტო და უზრდელი ადამიანი. წავედით. ეხლა მე მოვედი Prime House-ის მონაწილეებთან მინდა რომ ცოტა გავართო რა, ცოტა ესე ლაითად ვისაუბროთ, ცოტა გამხიარულდეთ, რაღაცები ვითამაშოთ და მოგესალმებით. საღამო მშვიდობისა, ტორტი მოგიტანეთ მარწყვის. მარწყვის? სუსტად ეგრე. მე ვარ ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი, მეგობრებო. ძალიან მიხარია რომ თქვენთან მოვედი და ყველა აი რაღაცა თქვენებურა ძალიან საყვარლები ხარ, ძალიან კარგები ხართ. ვაი მიზანი რა იყო თქვენი ამ პროექტში რომ მოდიო. მე მინდა რომ საქართველოში ვიცხოვრო და ჩემ შულთან ერთად ძალიან მაგრად ვიცხოვრო. მიზანი ეს მოხდა. იმ ეტაპზე მე როცა გადავწყვიტე რომ შემოსულიყო ამ პროექტში, მაშინ იყო ის რომ აი ახალი ემოციები, ახალი თავგადასავლები, ანუ რაღაცა ახლის ძიებაში ვიყავი და მე პროექტში შემოვედი თავიდან საკუთარი შესაძლებლობების გასანვითარებლად. შენ წერე ხო როგორც ვიცი? წერე კიდევ ასე. ხო, მაგარი. და ახლა უბრალოდ მოგება მინდა და გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული. ხო, ანუ გამარჯვებაზე ყველა ორიენტირებულია. შენი мотиваცია რა იყო? მიზანი ახლა არის იმის რომ დავნახო ხალხს ვინ ვარ მე და უბრალოდ ვანახო როელ გოდვინი ხალხს. ვინ არის სინამდვილეში? და მე მგონია რომ თქვენ აქ იმისთვის ხართ რომ გახდეთ ცნობადები და ისეთი რაღაცეები აკეთოთ, მე ისე გამოიყენოთ ეს ცნობადობა, მაგალითად შენ როწე რა, შეგიძლია ისეთი პოპულარიზაცია გაუწიო ეხა შენს შემოქმედებას, რომ მეტი ამაზე მაგარი საშუალება მგონია რომ შეიძლება მეტი არც კონდეს.
ხო, ანუ მე ამ პროექტს გამოვიყენებდი ძალიან საინტერესო. ძალიან მაგარი ტიპი ჩანს მხიარული, აი, ნამდვილი და სხვათა შორის ძალიან კარგ რჩევებს აძლევს ბავშვებს. შენ გაქვს პლატფორმა, შენ გაქვს კამერები, შენ გაქვს რუსტავი 2, გამოიყენე ეს დრო. ეხლა ჩვენ და ვითამაშოთ. მე დავსვამ კითხვას თითოეულ თქვენგანთან და ზუსტად 5 წამში უნდა მიპასუხოთ. შენი 3 საყვარელი კერძი. 1 ცეზარი, შემდგარი კარტოფილი, შემდგარი ქართული. 3 ადამიანი პრაიმ ჰაუსში ვინც ყველაზე გემრიელ საჭმელს აკეთებს. პატრიკი, ლიზა და 3 გიო. ოკეი. ხო, 3 ყველაზე მოუწესრიგებელი ადამიანი პრაიმ ჰაუსში. სახელები დროზე 1 2 3 4 და 5 ვერა. რატო? გამიკვირდა მოუწესრიგებელ ადამიანად რომ დამასახელოს. ცოტა რაღაცა შოკში ჩავარდი. ჩემი კარადა რომ გამოვაღოთ, ძალიან დალაგებულია ჩემი კარადა. 3 ყველაზე საყვარელი მსახიობი. 1 Will Smith, Anne Hathaway, Angelina Jolie. 4 3 საგანი რომელიც ყველაზე მეტად გეზიზღებოდა სკოლაში. 1 ქიმია, 2 მათემატიკა და ფიზკულტურა. ხოჩა. 3 ნივთი რომელსაც აიღებდი უკაცრიელ კუნძულზე. 1 ტელეფონი, GPS-ი და რამე სასიგნალო შუქურა. სასიგნალო შუქურა. 3 ადამიანი ვისაც ამ წუთებში დაურეკავდი ტელეფონი რომ მქონდეს. 1 კახი, დედაჩემი და ვიკი. ვიკი შენი ძაღლია, ხო? რომელ მინახავს როგორ ურეკავს ვიკის? თქვენ არა გაქვთ ნახი? 3 სიმღერა რომელიც ყველას ძალიან არ მოგწონს. 1 ჯანაია 4 5 შენი 3 საყვარელი სასმელი. 1 კოსმოპოლიტენი, ფეშენ ფრუტ მარტინი და კოლა. როგორც 3 სახელი რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონს. მომწონს ანასტასია, ბარბარე და სახელი თეო დიდად არ მომწონს. 3 ფერის ტანსაცმელი რომელსაც არასდროს ჩაიცვამდი. ვარდისფერი, 2 იასამნისფერი, ისფერი. თუ გინდათ რამე ვიმღერო. არ უნდა გაგვეცინოს, არ ვის. ეგ პოზიცია. La 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 la. La la la. Io sono Gardelo. Oh. უნდა დაამთავრო. Oh. მე როგორია? Oh. Calling a better man. როიალ, ეხასე. Oh. Calling a better man. Bravo. Adri. Oh. მიდი. bedroom mess. Caught in a bedroom mess. Bravo. Caught in a bedroom mess. Bravo! ეს ბოლოში დაამთავრა ლამაზად. ყველაზე კარგად მღერის სალომე და ტეონა. ყველამ რო ჩოლბრივ დაიწყო ესე და თეონამ შემოვიდეს. ვაუ! დრიფტი შემოვიდა სიმღერაში. ჩვენი დუეტი იყო. მართლა სიმართლე გაინტერესებთ, მე და ლაშა მიმღერეთ ყველაზე კარგად. წარმატებები და ყველას გამარჯვებას გისურვებთ, აბსოლუტურად ყველას და ნაკლები იჩხუბეთ და ბევრი მოიფერეთ ერთმანეთს გულით ხო. პიცერიაში მაგაზინ ნაკლებით გეკოჭა. ძალიან მაგარი ამბავია. მივდივართ პიცის საჭმელად პიცა დე რომაში და პიცა დი რომაში და მართლა ძალიან გვინდა რომ სხვადასხვა გემოს და სხვადასხვა რაღაცეების პიცები დავაგემონოთ ძალიან ბევრი სანამ არ მოგბეზდება მანამდე. ავედი. გადაყევი.
გავიდნენ ჩვენი მეგობრები პიცერიაში, ჩვენ კი მოვშივდა და რა თქმა უნდა მშიერს არც ჩვენ არ დავიტოვებთ თავს და ვიკეთებთ ძალიან გემრიელ კარტოფილს. აი გიორგის მოშივდა და გიორგის იდეა იყო რომ ეს გაგვეკეთებინა. ჩვენი ბოსი როიალი არის თავის ოთახში ისვენებს და ჩამოვა ეხლა დაგხვედავს და დააგემნებს და ალბათ გვეტყვის რომ კარგად მოვამზადეთ კერძი და საერთოდ ძალიან კარგად ვული ჩვენ სახლს მისი ბოსობის პერიოდში. ანი ძამო უგემრიელესი საჭმელი გავაკეთეთ ძამო ბაიტარა ადე ძამო ვიღაცები წავიდნენ პიცის საჭმელად აქ როგორც ვიცი გიორგიანი და ლიზი ჭამენ ეგრე ნუ გვიყურებთ გავპრანკავთ სულ მალე იმათ ამიტომ ჯერ უბრალოდ ხშია კეთი ალბათ წევს, თეოც ალბათ წევს და მე მძინავს. მე როგორც ბოსი სადაც მინდა იქ დავიძინებ, თუნდაც აქ. ჩვენ ვფიქრობთ რაზე? რა გავუკეთოთ ბავშვებს? ერთი ვარიანტი იყო ის, რომ საწოლებიდან ამომეღო ქვემოთ პიცრები და ლეიბები დაგვეტოვებინ, რომ ჩაჯდებოდნენ და ჩავარდებოდნენ, მაგრამ არ გამოდის. ისე არის ჩაჭედილი ის პიცრები, რომ არ გამოდის. მეორე ერთი წალი რაც მოვიფიქრეთ, ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ ავიღოთ ტასაცმელი, შავალი და ზედა, გამოვტეროთ ტას, ანუ ადამიანებად ვაქციო და დავაჯინოთ უნიტაზზე. ლეიბები მოხსნათ და უბრალოდ ზეწრები გავასწოროთ. ჩვენ ხუთმა მონაწილეებმა მოვიგეთ სხვადასხვა ჩელენჯები და პიცა დი რომამ დაგპატიჟა მასთან გემრიელ ვახშამზე და ვნახოთ რა იქნება საღამოგვილის. მოიცავთ ვაჭამოთ, բայց შეიძლება რიზიკო ენატრებოდეს და ავოკადო მიზაობა არის. ეს გამოვედი ჩვენ. არა, ერთი წამი არა. ჩემზე ნამე თუ გაინტერესებს, მე უნდა მკითხო. მე შეყვარებული არ მყავს, არავინ და მე თავისუფალი ვარ. ჩიტივი თავისუფალი ვარ, გოგოებო. ვისაც გინდა იმას უთხარი? კამერაში რუსხანერა ჩვენი ბრალი არ არის. არა. თეო, არსად გასაშვები არ არის ეს. არაფრის ღიფსია. წამოდი. ამა სანამ უხეშად არ ეტყვი რაღაც არავინ არ მყავს. ეხლა და მორჩა წერტილი. მე ვამბობ რომ არავინ არ მყავს, მორჩი მე ამაზე საუბარს. Hause. Dashi. რომას ადმინისტრაციამ გადაწყვეტა გაუკეთოთ საჩუქრები იმ მონაწილეებს, რომლებიც დღეს დარჩნენ სახლში და გაუგზავნოთ პიცები და სუში. მადლობა თქვენ, ძალიან გაუხარდება. ძალიან გემრიელი საღამო გამოგვივიდა, მე მგონი. და დანარჩენი უკვე სახლში გველოდება, ეს გაოცებული სახეები მაინტერესებს და რა ნამუსით გავპრანკავენ, ესეც მაინტერესებს. გაუმარჯოს! ეხლა პრანკის დროა და ეხლა პრანკის დროა. ეს როთაიქია. ვიცა, მხოლოდ ჩვენ ორი არ ვაკეთებთ ამას. ჰა? ეხლა გავაღვიდეთ როიალში რა გვქონია. ვიტომ რომ ჩაეძინა მძინარე მზეთუნახავი. როიალის იდეა იყო.
ხო ეგრეა. კი, როიალის იდეა. უბრალოდ როიალი ცუდად გახდა. და წერს და არ ვაღვიძებ თორე როიალის იდეა იყოს ყველაფერი. დაფირი. აბა გიჟივით მოდიხარ. მოდი ვარ ეხლა და მინდა 4 შევ. არა, არ ჩანს. იდეალური. იდეალური. როიალი იცოდე, რასაც ვაკეთებ, შენც ხარ მაგ საქმეში. როცა შენ ცუდად ხარ და ისა არ გაწუხდებ. თან არ შეგვეშინდა კამერები ხო გადაიღებენ. მოვედით. არ მეშინი არაფერს ყველაფერს კაცურად გავიგებ რაც. მოგიტანეთ საჩუქარი. დაიცა. მაგრამ ატრი ჯერ ავალ და დავიცე. ჯერ შევაგოწმებთ რამე ხო არ არის გაპრანკული და იმის მიხედვით მიიღებთ საჩუქარი. მე ავალზე ვით. ლაშა წამოდი ავერთი. შევიწყიტო ოთახში. ოთახთან ავდივარ და კიბეზე ფქვილი ყრია. პირველი მე რო არ დავემართო არ შეიძლება. მატრასი რო არა ვერ მიხდი. ახლა ისე გამიკეთებ. და surprise ჩვენ მაინც მე ყველაფერს მიუხედავად პიცას მაინც გაძლევთ. იგითი პრანკი რამე. მაგრამ მაინც ვაჩუქეთ პიცები, იმიტომ რომ მე ხო ბაადავარ. ფრანკი აღადა. კაია პიცა. ძალიან მაგარი პიცა, ძალიან. არ გავეკარი მაგრამ. ცელოა. მაგრამ კეჩუპი მოგიტანე. აჰა, ნაბილიც მოგიტანეთ. მოკლედ ხუმრობა შედგა, თითქმის ყველა მონაწილე მიხალიცა ამ ყოველივეზე. და ეხლა თავისთავად უნდა შეუდგე დაალაგება და პრინციპში მეტყობა რომ ვალაგებ უკვე. რაც ჩავიდინე, ეხლა იმ ყველაფერს ვასწორებ და ვალაგებ რომ სისუფთავეში მოვიყვანო სახლი. დღეს ავთომ თვალსწყალი დაალევინა, გამოიჭერა 2 გოგო პიცერიაში. და ძალიან ესე საყვარლად ეკურკურებოდა. რა თქმა უნდა, თეოს მოუყევი ეს ყველაფერი. ავთომ დაინახა იქ გოგოები. აი ზუსტად. უთხარი. დაინახა იქ 2 გოგო. გაგიჟდა, დაუწყო. აქეთისო ჩვენ ეგრევე ვეცით და რას აკეთებ თქო. სახლში ანგელოზივით გოგო გელოდებით თქო. მე მგონი სულ ცოტათი ეჭვიანა. ანუ არაფერი არ ხდება, რატომ ვიეჭვიანო? ესე იგი ახალ გოგოებს ხედავს ესე? მე ესეთია ყველა კაცი გეცვალა. არა, ყველა კაცი არ არის ეგეთი, ყველა ბავშვია ეგეთი. თავისუფალი კაცი ვარ და რასაც მინდა იმას ვიზავ. არა, არ ვეფლირტავებოდი, უბრალოდ ვესაუბრებოდი და ამათ ყველაფერი ფლირტი გონიათ. ძალიან პოპულარული ვარ ჩემი აზრით. უპოპულარულესი ვარ, ყველაზე პოპულარული ვარ. ჩვენი მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად გამოიკვეთა ჟურნალისტებთან არაკორექტული და ფამილიარული მოპყრობა. განსაკუთრებით გამოირჩა ავთანდილი 2 გაფრთხილებით. აქედან გამომდინარე 2 გაფრთხილებით დაწეული ხმის მიცემა ნიშნავს 1 დისლაიქს. რა ფამილარულობა? როდის ყოფილა რომ ჩემგან შეურაცხყოფელი სიტყვა? შემდგომში არა, ერთ-ერთი წამი დისკვალიფიკაცია. აი, გამშვიდი. არა, ბიჭო, შვიდად მე ვილაპარაკები ჟურნალისტებს სუდად მე? ყოველდილას იმას ვცდილობ რომ რაღაც ღიმილით დავხტე და ყველანაირად თავი შევიკავო ყველაფერს და მე მეუნებია რომ თურმე მე ვეუხე ანუ არა, ერთი წამი. ფაქტი მითხარ, რაღაცა გამაგები, ანუ რა ვეუხე შეეგმითხარით? რა კონტექსტში იყო ჩემი ჟურნალისტებთან საუბარი? არასწორია ეგ მაინტერესებს. ჟურნალისტებთან ვაკვირდებითო ძალიან დიდი ხანია, ავთანდილიო, ანუ ფამილარულობსო ჟურნალისტებთან. რასო ფამილარულობ? უსამართლო არის, იმიტომ რომ მე ჟურნალისტებთან არც შეურაცხყოფელი და არც უხეში არაფერი არ მithქონს. მოდი ახლა მე გიორგის მომზადებ ჯაკუს. დღეს რაღაც
ქვილიანია, ცოტა განტვირთვა მოიწყოს თვითონ. წავედით. გიოს ძალიან უყვარს ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა და იმიტომ უნდა დავუმზადო, თორე ისე არჩევა არის აქ. გიო, კაი რომელია? თეთრი გინდა თუ რომელიში? თეთრი. მაშინ ეს დალია. ესე იგი, ღვინოს ავარჩიე და ვუალა! ეხლა მალე გაივსება უკვე ჩვენი ლამაზი ჯაკუზი და გიო, ეს ყველაფერი შენთვის, რომ იყო კაი ხასიათი და განეტვირთო. ანი რა გულაობა? შენთვის მოვაწყე გიო. არ მიყვარს ჯაკუზი. უკვე მეორედ მითხრა უარი გიომ ჯაკუზში ჩასვლაზე. თვლი რომ მე არ მიხდება ალბათ ეს პროცესი რომ ჯაკუზში ჩავიდე და ჩავწვე. გიორგი ცოტა სხვანაირი ჯაკუზებს არის მიჩვეული. ბუმბულებში გაზრდილი ბავშვია. ყველას აქ ხომ ხო იცი განსხვავებული რაღაცა და ჩვენ გვექნება საპირფარე. ფარეშოში პაემანი. გაგიმარჯოს ა? გაგიმარჯოს გიო. ვარდის ფურცლების ჩაგიყრია? როგორ იზრუნე ჩემზე და მე კიდე ახლა ვერ ჩავდივარ. კაი ფეხებს მაინც ჩავყოფ. ვითომ ხურძენ სწორად? პატარა ბუშუით ათამაშობდა ჯაკუზში ფეხებს. აუ არა, მაინც კაია, ფეხებით ხო ჩავი, ძალიან დიდი მადლობა. აი, ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ზრუნავს ჩემზე ამ პროექტში. ანის უხდი ძალიან დიდ მადლობას იმისათვის, რომ მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, ვინც პროექტში ესე განსაკუთრებით ზრუნავს ჩემზე ყოველ წამს და ყველა ნაბიჯზე. წავედით ხო, წავედით. მოიცადე? გადმოვა, მოიცე გავიწმინდავ. მოიცა. არ გინდა ხა ეგრე ვერ დამიჭირე შენ? ეგრე კი არ შეგა. ხარით დადებით ხელას. ესე კი არ ვაწუხებ ადამიანებს. აუცილებლად 100 მაგათ მინდა რომ გადაუხადო ძალიან მალე სხვადასხვა გზებით. მესამედ ჯაკუზს აღარასდროს აღარ შევთავაზებ გიოს. რა? ნახევარი საათი. რავი შენ? აი ხა ვცეკვავთ ყველა. ჰეი! ტაკი რუმბა, სალობე. Everybody put your hands up. I really like to see it. Let me see if I got this dream. Hit him with that good, make it wanna act right. Broke boys don't deserve no pussy. I know that's right. Body bacon, no. ისე ვერთობით ჩვენ რო იცოდეთ. ამ სიმღერას ხო ბღერია ხოლმე რო იშლებია ხოლმე. და ვსო, ეხა ვიშლები. ზადაგვილოცე. და ზადაგვილოცე. შოუს ამ შოუს აქვს თავისი წესები, არ იყო ფამილარული. თუ იქნება ფამილარული წააგებ თამაშს. რა ხდება შენს და გიორგის შორის? არაფერი. გაჩერდი. მართლა. ყველაფერი ჩანს. ხომ არა ის მოგწონს? გიორგი კარგი. აი შენ წარმოიდგინე, გიორგის და კესოზე ხო ჩხუბობდი რომ ერთი თავი დამონებით თქო. აი შენ და გიორგი უხდებით ერთმანეთს. რაღაც დაინოთ, არა? არ ფიქრობ. ისიც ტყუბებია და მე საასცენდენტი ტყუბები ვარ და ალბათ იქ არის.
ხო ყველა ვარიანტი. მიგებს მე ესე იგი ლიზა ლაივში ვარ. რას ფიქრობ აი ვაფშე გათხოვებაზე? რა აზრის ხარ? გათხოვებაზე რა აზრის ვარ და რავი, კარგი რამეა. თუ იპოვე ერთ ადამიანს, რომელიც რეალურად არის შენთვის შექმნილი. შენ ყავს ეგეთი ადამიანი? შემიძლია თქვა, რომ კი. ანუ ეგრე რო არ ფიქრობდი, არც მეყოლებოდა ხო ხდები. შენზე დიდია? ცოტა. შეძლებულია? სხვა ინფორმაციებს აღარ ვამჟღავნე. გიჟივით. არის ყველაზე მაგარი მამაკაცი ჩემთვის. რა გინდა ანალიზის კუთხეში გავიჩითებით. რატო რა? ხო და ეხა იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ანუ უფრო ვქრაშავთ ერთმანეთს ვიდრე ერთად ვართ და შეყვარებული. იშვიათად ვნახულობთ. ან შევასებულები ხართ. ხო, მსგავსად. გაკოცით ქალები, მადლობა. ილინების